მოგესალმებით მეგობრებო, ეთერში არა და YouTube-ზე არის ჭამია ნაჭამის შემდეგი ეპიზოდი, სადაც ყავს სტუმრად ჰიტა. გამარჯობა მეგობრებო. როგორ ხარ? თავად როგორ გიხოთ ბატონო ჰიტა? მადლობა, კარგად. შენზე ესე ამბობ რომ ძიმე წონებში გადისო და ისეთი არისო ჭამაშიო და კვებაშიო, გაძლიერებულიო და თან ამერიკული კუნთები ყავს, როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით ნაყიდი შეძენილი და ჩამოყვანილი, რომელიც მე ვნახე წაგან და ძალიან მომეწონა. მადლობა ესეთი კომპლიმენტისთვის. მანქანაზე. ოტრიფტავ ხოლმე რომ რამე და ენერგიებს ხოწავ რომ მე კარგად ჭამო. ეგრე არ მოხვედი ეხა? კი, ძალიან ნოყიერი რაღაცები შევსა. ჯარიმები შემოვიდა. ჩვენი დღევანდელი საკვები პროდუქტები იქნება კითხვის ნიშანი, რომელსაც აწერია გორგონზოლა. გორგონზოლა. ფედასი ყოფილა. რა გჭირს ბიჭო? არის სად მოდიხარ სტუმრად? ხო, ხო. ის ამას კითხვის ნიშანს რო არ აწერია არაფერი, ესე იგი კითხვის ნიშანია. ხო, ჩორტი უზნედ რა იქნება? მილფები გიყვარს? მილფები არ გიყვარს? გორგონზოლა, მინი ხაჭაპური, ეკლერი და ისევ კითხვის ნიშანი. აქეთ გვაქვს ბრინჯის ლეფცი, შემწვარი გოგრა, ხალი, შემწვარი სულგუნი, მინი კიტრი და კარალიოკი. მინი კიტრი ძალიან კომფორტული იქნება. მინი კიტრი კომფორტული იქნება. ხო, საჭმელად, რავი, ცოტა იქნება. რაცებსაც არჩევ, იმ ციფრის ქვეშ იქნება იმდენივე რაოდენობით. საკვები გექნება სამი დახმარება, ლუდისასი, ფერის მიხედვით, რა ფერ ლუდისასაც აერჩევ, იმ ფერის დახმარება გექნება. ან იქნება ცოტნეს დახმარება, შეიძლება მოგიდეს, ან ულუფის განახევრება. გადაცემა მოწინააღმდეგეზე. მე თუ ამომივა, შენ მოგიწევს კვება, შენ თუ მოგია, მე მომიწევს კვება. და ასევე გაქვს ჩელენჯი. ცოტნეს დახმარება მაგარი. ჩელენჯს თუ აერჩევ და ჩელენჯი შეასრულებ, ჩაგეთვლება შესრულებულად იმის ჭამა. და დაახლოებით როგორი სტილის შეიძლება იყოს. ჩელენჯი შეიძლება ყველანაირი იყოს. გაიხადა ტიტულმა იბირო ქუჩაში, დალიო ორი კათხა ლუდი, ყველაფერი შეიძლება მოგივიდეს. ერთ შესრულებულზე დაგერცხება 150 ლარი, ვერ შესრულებულზე დაგერცხება -100 ლარი. მაგრამ მოდი შევეჯიბროთ, რა შევეჯიბროთ ხა ჰიტას რომ გადაწყვეტაზე დარავნი რო იყოს თან. ხინგალი ყველაზე ეგეთი სასაუბრო თემა. კაი. რამდენი გაქვს ნაჭავ? მე მაქვს მაქსიმალური ალბათ 27. ვაუ. 27 ძალიან ბევრია. მე ალბათ 16. 27 მაქვს ვიდეოში ნაჭამი ჩვენთან ოქტოპუსზე რო ვიღებდით. ხინგასაც გააჩნია ზოგი დიდია ზოგი პატარა, მაგრამ ალბათ ეს საშუალო. მე დიდები. 15-16-ზე მეტი მე არ მიჭამია არასოდეს. მე დავიწყებ. ძიმედ დავიწყოთ თუ მსუბუქად როგორ გირჩევნია შენ. საშუალოდ. სამიანი იყოს მაშინ თუ საშუალოდ გინდა დაწყებ. იყოს. სამიანი იყოს. ზაგარტო. უცნაური საჭმელია. რამდენად დიდი ულუფა არის? 3 წუთში შეიძლება ჩვეულებრივად, მაგრამ არ ვიცი რამდენად სასიამოვნო იქნება. დაიტოვე. დარწმუნებული ხარ? კი. შეიძლება სასიამოვნოც იყოს იტა. არ მინდა, ეხა ისეთი რეაქცია ქონდა, რომ თითქოს რავი. დაიტოვე. დარწმუნებული ხარ? გამოვიღო. მიდი. უგემრიელესი სასწაული, აი არ ვიცი რა არის. წარმოდგენა არ მაქვს რა არის, მაგრამ ეს არის ალბათ კვახე პომიდორი. ვაუ, კვახე პომიდორი ისინი? და ეს არის ყველის ბურთულები ყოფილა. ისეთია რა, 150 ლარის გამო. დავითხოვოთ? მზად ხარ? როცა გაგიხარდება, მიდი. ამით დავიწყებ ხარ. აუში მივოყოლე. კონდიშა ჭამს. ბლიან. კვახე პომიდრის ყველის ბურთულებს. ერთად არ მგონია კარგი კომბინაცია იყოს. და ლუდი რომ უნდა მიაყოლო. შესაყავ ჩოს, მისო. კუსა ზამბია. ერთი ქართული სიტყვა ვიღოთ მომი. ბოქოს შეგემო. დაიწყო, გინდა? არა. აი პომიდორი ისეთია მაინც. აი ხოიკავ. ძალიან დიდი პომიდორი შეგეჭერა. რაღაცა ვერ დაიწყე ისე. აი ეგ უნდა ჭამდა ეხა მე ბოლოში რომ იქნება. მოიცა სული უნდა გამოვიძახო, מחარა სული ნუ. ცოტა დაგჭა მიდი. 150 ლარია. რაღაცაში ამოგადგება. და თუ ვერ შეჭამ -100 იქნება, ანუ ფაქტობრივად 250 ლარია. და ყველი კარგად მიდის, არა? ხო,
ხაი ერთი პომიდორი რა ვერ შეჭამი 100 კილო ხარ სამწუხაროა აი გასმინდა არ მინდა შევინახავ თავს გავნიშნავ როგორი გემრიელი იყო ეს ყველაფერი და შემდეგ შეიძლება წაიღო ძალიან მაგარი რაღაცა გამაზე რა ჰიტა რა აი ახლა მე შეიძლება რომელი უფრო მოგიწონა ვერ ვიტყვი ორივე ერთმანეთს გემრიელი იყო აი შოქში ვარ უბრალოდ მე შეგიძლიათ აიჩიოთ ორი ესე მალე ორი სამის მერე ორი ეგრევე ან ვიცი რა ორს მე ეხა რომ ნახავ შეიძლება შენ წამართო მაგრამ რადგან ესე ვერ შეჭამე ეს ჩელენჯი არ ამგონია რომ ეხა კიდე ჭამა დაიწყო ამიტომ ორს დამithმობ ესე გონია როგორ ლოგიკა ძალიან ცდები დაწყე ორიანს ორი შეგიძლიათ ჩაიხედო მე თუ ნერვები მოგეშალა ლუდი მოსვა და განიქარვო Oh my god. გახსენე თუ გინდა ეს ოდნავ აწინა ხე ეხლა დავინახე იყოს. ამას მე შევჭამდი სიამოვნებით. დარწმუნებული ხარ? კი. სიამოვნებით რო შეჭამდი. აი მოდი პ***ით რო არ გამომივიდეს. ერთი მე ვცადე და ვერ შევჭამე. შენც ცადე და ვერ შეჭამო. უკვე ჩელენჯი. ო რა ხელები შეისწრის ეს წაგართმე მაშინ. აი მიდი შენი იყოს. აი ეს არის. შემწარი სულგუნი სავარაუდოდ. რასაც ძალიან დიდი სიამოვნებით შევჭამდი მე. ძალიან გამოიყურება მაგრამ ამიდორზე გემრიელად გამოიყურება დარწმუნებული. ამ ხელა შემწარი სულგუნი ძალიან ბევრი კალორია იქნება. შენ მაგი მითხარ მოსული რომ კალორიები და რაღაცები დაგვრილი. თავიდანვე თუ ბევრი შევჭამე მე აზრი აღარ ექნება. მე დარწმუნებული ვარ რომ მაგას შეჭამ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ რომ რამე პრობლემები შეგექნება და ადაგწდება და ისინი დაგჭირდა პრობლემები. რა ქვია? 3 2 ჩაგემოვნა და ჩატკაბარულა. ძალიან ბევრია. ბევრია მართლა? როგორ მეცხინაი და 30 წამში შეჭამე კი რაღაც 1 წლის ნახევარი. აღარ გინდა? მე მეკონებდება. ყველი არ გიბასება? სტუდიაში ურნა თუ შეიძლება? ვერა? გადასტა ის მჭირსის უნდა რა წეხა რომ მოვდი ვიღაც მანევრი მეტი რო ეძახიე ვა ძალიან დიდია ვერ შევჭამ შანსია თუ დაგჭახო გამასინჯე ნახევარი რო შემეჭამა თუთნახევარში გააგზელება ანუ შენ სტრატეგიულად მიყვები ამ ყველაფერს და არა შანსი არ არის რადგან ვერ მოაგვარე ერთი წველა ყველია ფაქტობრივად ეს შევა არ ესე მალე იქნება აიღო და შეესრუდა. ერთი წვალა რამდენი? 1 კილო იქნება? ერთი თავი, დიდი. ხიტამ ვერ შეჭამა ერთი წვალას. შემწარი სულგუნი, მე და ხიტამ შესანიშნავად დავიწყეთ -100 ლარი გვაქვს ორივეს. მე მგონი აქედან წავალთ ისე, მე ჩემი მანქანის დატოვება მომწეს და შენი მოტოს. კაი, ჩემი არჩევა მოდი და მოდი ახლა რაღაც 2-3 ძანის იყო. და 7-იანს ავირჩევ. ნომერი 7 თუ შეიძლება და ჩემი კარგი ეს რა? იტა, შენ ვიცი მძიმეა? რა არიან და აუ მე მინი ხაჭაპური მეგონა წეღანის რო ჩავიხედე ეს. მე მკითხე რა ჭკუაზე ვარ. 7-იანი ძალიან კაი არჩევანია. ყოველ შეიძლება 7 არჩევთ, იმიტომ რომ ბედნიერება დაგხვდებათ ხოლმე. Lucky 7 ესეთი მე ხაის არის და მინდა გითხრა რომ აქ 7 არ არის. ფერად ნაკლებია. გაწროლები გინდა რა არის გოგითხრა? კი, მიმანიშნე. თუ არ აპირებს წართმევას აღარ გეტყვი. თუ აპირებს შეიძლება დაფიქრდე მაგაზე გეტყვი. ჯერ ფიქრობ. ჯერ ფიქრობ. მოიცა? გახდება. რა გააგეთ? ჩაუსუნ. რას ჩასუნავდი აქ? ორი კითხვის ნიშანი არის და მე მგონია რომ პირველზე ხო კითხვის ნიშანი ამოვიდა, მეორეც კითხვის ნიშანიანი. ჩემი არჩეულები ორივე ეგრე გამოვიდა სამწუხაროდ. და ვერ ხვდები იდეაში რა. აქედან არც ერთი არ არის ნამდვილად. კარგი, მაშინ არ მინდა. რატო არ გინდა? იქნებ კაია. აი, არ მინდა რავი, შენ მედი ხიტა, შენ შეგილია. ეს რამდენია? აქ ალკოჰოლია ალბათ, ხო ყველა? მოიცა ჩემი ნერვები მაქვს მოშლილი. რო უსუნებ პილპილი ყრია არაყში და ეს არის ის რა ქვია, კრაბი, რასაც ვერ ვიტან მე, მაგრამ ძალიან გემრიელად შევჭამ. ჩემ ცოტნესთან ერთად, იმიტომ რომ მე ცოტნეს დახმარებას გამოვიყენე. სამომივა. მაგის მიხედვით. არა, ულოფის განახევრებას არ ვიტყოდი უვარს. წითელ დახმარებას ავირჩევ თუ შეიძლება. გადავიფიქრე? არ გადავიფიქრე.
უკვე აერჩიეს. სანამ მოვასწარი ეს დახმარება მე აღარ მექნება, რადგან შენ აერჩიე? არა, ულუფის განახერება არა. დაგჭება შენ მარტო მეტოქის გადაცემა, ან ცოტნეს დახმარება. პილიანი არა ყიდაგილებია როდესმე. არა. მეც არ დამილევია არასდროს და თუ რამე აქეთ ხსნელია. ჩვენ როგორი ხალი ჩაგვაქვს, იცი? იწყოს. იმიტომ რომ რამე იყოს. ჰიტა დამირტყი იმ საშინელებას. 2 10-მდე დაითვალეო. 3 4 5 6 7 8 9 10 გახდება შესაძლო ჩაკიდული დალია ბიჭო პილპილი ძალიან მიყვარს ხო იცი მაგრამ ყველაფერი ამეწვა პირში რამე თუ მაქვს რა გაქვს პირში კრამები ჩააყოლე აი ბიჭი ხარ ჩემდა შენ მაყურებელს გამომარჯვეთ. გამოგვიწერეთ მეგობრებო და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგწონთ და სისულელები რაც გაინტერესებთ რომ შეიძლება გავსინჯოთ და გემო მინიმუმ ესე კამერების წინ გადმოგცეთ და გვიწერეთ რა არის ეგეთი რაღაცა. თუ მე მოხდება ამ ვიდეოს შემდეგ იგივე რაღაც სასაცუქრე შეფუთვას გამოგიგზავნით რომელიც მე ჰიტავსთვის უნდა მეჩუქა და ეხა უნდა გადამეცა ამ დროში, მაგრამ აი შემთხვევით არ დამხვდა ეხა აქეთ გვერდზე ჩავიდა შენ იძო გუნდის მე ჰიტა მე ამას დედას უტრებს შენ მაგაზე ენერგულო Блядь. მინდა გითხრათ დალევაზე მეტად სკრაბის ჭამა იქნება სტრანი. ეგრე მხარ სკრაბიაო. ეს ჭამის მე დოფი პირველად ნახე. როგორ შევანახე. სნეკი ვიჭავს. ეს პარტი ეხსნება. რა აუცილებლად. ყოშახ. ენუსებიდან ამოხვედი. რათა ისე მარტივად შეჭამე, მეგონი ამასაც შეჭამდი მარტივად. ბიჭო, ეხლა რა ვფიქრობ, შევჭამდი და დავლევდი კიდევაც. მაგრამ იმის მიხედვით რომ კიდე რაღაცები გვაქვს დარჩენილი, კარგი არ იქნებოდა მთლიანობაში. თორე ეს არ გადამიყვანოთ. გამოვალ და მილფებს დაიბოს მივხედა. მე მინდა 8. 800 რო იტყვი დაცხე. მე მინდა 8. აბა ნახოთ. მოატყუე, მაგრამ ვერაფერ გატყუე, არ ვიცი რა არის. ო ეს არ მიყვარს. რა შემიძლია გითხრა ისეთი, რომ რომელია გიტა? გითხრა პირდაპირ. არა, თუ გინდა მომატყუე, მაგრამ რავი, თუ გინდა პირდაპირ მითხარ. თუ გულწრფელობაზე ავაგებ. მოდი გულწრფელად ავაგოთ და მე გეტყვი, რომ მოდი პირდაპირ არ გეტყვი, მაგრამ იმას გეტყვი, რომ ამის ჭამა საერთოდ არ მესიამოვნებოდა. დაგიტოვე. მართლა? მაშინ გეტყვი ბარემ და იქნება მოგინდეს. ეს. აკეთა. ეს თუ ეგ არის მე ნაჭამი მაქვს ან წინაში ან იმის წინაში გადაცემაში არ მახსოვს და ძალიან ძნელი საჭმელია ხო ვიცი ძალიან მაგრამ 8 რა გითხრა დაახლოებით 3 წუთში შეიძლება 5 ან 6 ცალი მოასწრო ან 5 ნახევარი ჩემი აზრით ძალიან რთული საჭმელია ნამდვილად დაგიტოვებ მაგას და რაც გინდა ისქენი გინდა დახმარება იღი დახმარება მჭირდება ჩელენჯი გამოაძრეება მეც მანახე თუ ეგ არის და თუ არ მატყუებ იმიტომ მოატყუე აქცერია და აი მართლა ეგ არის დახმარება მჭირდება მე ან ეგ გამომივა და ან ცოტნე და ორივე მატყობს ჭვანე გუნდი შანსა ცოტას დახმარება შესანიშნავი გამარჯობა გენეცული ხარო ისი დახმარების საქმეა ერთი იმას გეტყვი რა ქვია დახმარების თემაში რომ ლუდის მიყოლება ძალიან შველეცი და ის იცი რა არის ძალიან ძერს კი კალთაში რო ისვა იმიტომ რომ მე კალთაში ვიждები ხოლმე თუ რამე 3 2 და როგორ მინდა ბიჭებო რომ თქვენ თან ვიყო ეხა და შევესიო მაგ კლებს მაგრამ აი არ შემიძლია რა და დედას უტირებდი არა ცოტა შესანიშნავი ჰიტა აი ჩემი აზრით ეს წვენი გუპავს და დალიეს იმასთან ერთად რა ქვია იმა შეჭამა აუ ისე წვილს ჭამშე ჩემა ცოტნე სახი გააზრო ხლებს და ჰიტას შესანიშნავი დახმარება აი სტრატეგიულად ლუდი უხდება ძალიან ცოტა ნერვები მეშლება ეხა მაგრამ ასე ღმერთო შეგერგოთ ბიჭებო ჩემ ჭამეს თქვათ რომ ჭამეს უკვე იმიტომ რომ აზრი აღარ არის ჰიტამ გატეხა წყვილში ჭამს უკვე წყვილში სვავს ისწვენ საყოლე მენამე ეს არის რა ქვია ძერს კი ეს რამე სხვა წესები არ გვაქვს აქ რომ წითელი ბარათი მიუცე ან სახეში წიხლი ჩავარტყა რომელიმეს შემოვიდა და დედა მოგდე ხლებცის აი სტეპში შეჭამე შეჭიმა რავი აი რაღაცა დაინდე მადლობა გენაცვალე მოდი ჩემი ძვირფასი
ჩვენს გარეშე ვერ შევჭამდი. ბარა. შანსი არ იყო და თან ეს ტიპსი რაც მაჩვენე. ხო, არა, ეს საჭიროა. წარმატებები. ანუ წვენის მიყოლების გარეშე ერთხელსაც ვერ შევჭამდი. მე მართლა გეუბნები რომ ლუდი ბევრად უფრო კაი იქნებოდა. მოდი მე ავირჩევ 6 თუ 1. 6 თუ 1. მოდი ერთიანი იყოს. ერთიანი. ერთიანი რატო აიჩი? იმიტომ შენ განზრახული გექნებოდა რაღაც მაიმუნობები და მაგიტო. შენ ნერვიულო ხარ. რა არის აბა? რთული საჭმელია, მაგრამ შესაძლებელია. აი გულწრფელობას თუ მივაწვევით, შესაძლებელია რთული. ხო, ნუ შენ ერთი პლუსი ის გაქვს, რომ შეგიძლია წამოხტო და ჩელენჯი გამოიყენო. მართლა გეუბნები ძალიან რთულია. გოწაგართო და დახმარება გამოვიყენო. დახმარებას ვერ გამოიყენო. ჩელენჯს გამოიყენო. თუ კიდე დავსუნავ და გეტყვი უფრო კარგად. ალბათ ყველი არის ხო? და იმიტომ ამბობ დასუნვას. კიტოს არ დავსუნავ, შენ გონია ეგრე მიცნო? აუ ის რამხილა ყველია. კალორიები თუ გადავთვლით საკმაოდ ოშინი ჩუვაკია. ეს ერთი თვე მყოფნის. და დასუნე ზუბაც გამიცი. აუ ის ამდენი არ შეიძლება. არა მიყვარს ეს ყველი უბრალოდ ანუ ეს იჭომა როგორ ისე აი ძალიან ძალიან პატარა. ლუცტუ მიეყოლებ იმგონი ძალიან გემრიელი იქნება. შეიძლება ცუდად გავხდე. რაც ამ გადაცემას ვიღებ ერთიანში არ მახსოვს რომ რაღაც სისტი ყოფილიყოს რომ ამოვიდეს და აი აბა ამას დედას ზეთის ხელი რო აგდია ერთ წელი. ჩელენჯის გარდა დახმარება შემოგთავაზებ თუ ვიდა? რას? ვედროს. არ მინდა კაი ვედი. ვიდი კაი, რაც ამეთქვი. ლუდი გამოგადგება ძალიან. დაჭირდები. 3, 2, 1. არა, კარგად ჩაკვიჩა პირველი. მაგრამ ცუდად იჭყანება. ეს პორტოხლის წვენი რომ მოაშოროთ არ შეიძლება ამას ლუდი მიიღო. ამბებია. ლუდს გერჩევდი მე უფრო. მიდი გეუნები. ჭამის მუღამი რა არის, ე? სისულელებზე ფიქრობ, ეხა შენ იმაზე ფიქრობ, რომ ამით გაივსები და ბევრია და რაღაც. მე მაგალითად ანუ წეღანას რო ჭამდი, ყველის ბურთულებს და იმას პამიდორს 20 თუ 30 წამი იყო დარჩენილი და უკბიჩავდი, მაგრამ მუღამი ის არის, რომ ბოლომდე უნდა ეცადო რა. მე ლუდს გერჩევდი, მართლა უნდა. აი რო კარგად ჩააყოლე პროსტა. ბევრად უფრო თუ არ გესია მონოს. და როგორც ხედავთ, იტა დედას ბლოჩის, მაგრამ თან ძალიან ცუდი სახით არის წარმოდგენილი. აი ერთ 50 წამი რო ხონდეს არჩენი და მაგდე ეგეთ ცოტა ყველი შევჭამდი. თავი მეიზღება. ბიჭო, არა, ეს შეიძლება ხდება. იტა დისკოჩუგისა. მიდი, ლუდი მიაყო, ბოლოს ლუდი მიაყოლე. გეფიცებ, გემრ ჩაიდანს. არ მიჭერებს. შეასრულა იდა მოცივაში ქონია სხვათა შორის ესეთი ოპიანი ყველი რომელსაც აუცილებლად გადავაგდებ გამოძახებაზე ხარ შენც ორიენტირებული უფრო ხო მაგრამ ეს ხანდახან მიყვარს ცოტა ბერშო მოვიმარაგებ შენ თარაგებ და არა ძალიან იშვიათად ეხლა აღარ მინდა ყველის დანახვა აიჩი ჩემო ძმაო რაც გაგიხარდება 4 იცოდი რომ 4 სიტყვები დარწმუნებული ვიყავ და ეხლა დარწმუნებული ხარ რომ გამოვართებ კიდევაც ალბათ და თუ ჩაიხედე შენ მე არ უნდა ჩამოხედა ხო იცია გართმე კაი ამორ უფრო კარგად ჩაუღრმავდეთ აიცია რთული საჭმელი არ არის ამჯერა მაგის შეჯერობით არის უნდა იჯო მართლა არ არის რთული საჭმელი მაგრამ გონია რომ 3 წუთშია ძნელი საჭმელი მეც არაფერს არ გეტყვი ხა შენ გადაწყვეტ კითხების დასვა ხო შემილია კაი ხო კაი ხა მე და შენ ხო ის კაი მე კითხა მინდი ჯიგრულად რას გავს რომელ მანქანას შეადარებდი 3 წუთში საჭმელი პიკაპს პიკაპს Ford 150 დიც 150 დიც 150 დიც მე მოვერევი შენ ეგრე ფიქრობ ხო 250 კი ბატონო კარგი ხურმას გავს ეს ყველაფერი ეს თუ 3 წუთში შეჭამე შენ ყოფილხარ რაღაცა განსხვავებული აი პროსტა ამებს მოვაცლი რომ პროსტა მე ამიანა ავჭამო ჩვენი მეგობარი და ძმაკაცი და ოქროკაცი აგრომენი ეგეთი არხიალი და ყოველ 100 გამომწერზე აპირებს რომ ერთი ხე დარგოს რა და ესეთი გეგმა აქვს რომ 150 ხის დარგვა უნდა და 15000-ზე ავიყვანოთ გთხოვთ უეჭველი იქნება აღწერაში ლინკი ჩავაგდებთ უეჭველი იმიტომ რომ მაგაზე გემრიელი და კარგი რაღაცა არ შეიძლება რომ ვაკეთოთ იმიტომ რომ ხეების დარგვა უნიშნულოვანესი არის რა. მე ბევრი ხეები დავრგოთ ერთად. იმედია რომ რაღაცას მოიფიქრებს ეგეთს. დაიწყე. აი ხო. ისე რომ მაგარი იდეაა რომ YouTube არხის გამომწერები ხეების დარგვაზე გაქვს მიბმული იდეურად. ძალიან საინტერესოა.
და დიდი პატივისცემა და რისპექტი. მისლავი ხონდა ძალიან კაი. ძალიან ისა, ხო, ქვასავითაა. ის ღიაროვანი შეიძლება ხურმა იყოს და ვერ შეჭამა. ძალიან მე შეუძლებელი მეგონია რომ ეგ 3 წუთში შეჭამა. შენ კი არა ზოგადად ვინმე. იმიტომ რომ ქვასავით იქნება და დაგეჭვას ვერ მოვასწრებ. კარადი კი არ მიჭამია 1-2 წელია. შეხიჭეს ანონია. ამ დროში მოვასწრებ. ხუნდი, მარტო. დანებდი კარგი. ნუ ამბობ. შეიძლება გამოიზოგე შენი თავი. იქნება რამე შეჭამოს ხო? ყველაფერს შეჭამ, კიდია, დროის სპორტია. ეხა მინუსებში თუ დაამთავრე, შენ უნდა დადო აქეთ ფული. ნუ ჩაგეიქავ. პონდიშ არ დანებდა და მაინც ბოლო წამამდე ჭამდა ის. ნამდვილად დასაფასებელი საქციელია. ჩაკმიშავ. პირდაპირ თუ არ ხალაპავ იმ რასაც ჩაკმიშავ იმას. პროცესა შეუძლებელია. 2 წელი შეიძლება შეჭამა 3 წუთში. არა 4 ალბათ შეუძლებელია მართლა. დიდა ჩვენგან ლუდისას და ბავარიას ნაკრები კომბინირებული ესე. გემრიელა ჩემოძმაო. მე გადაცემს ვარ კიდევ უფრო მე ჩავტენით კიდე რამეს. თუ რომელიმე გემო გესიემოვნება უფრო ძალიან. მადლობა ძალიან ძვირფასი და პატივსაცემი საჩუქარია. სიამოვნებით. იდეალე. იდეალე. ჩემი კარგი. კარლიოკები რა გამოგვარე? არ ვიცი. მე გითხარი რაც იყო. კაი. დებილი რო იქნება და არინა დაანება კარლიოკებს თავი. რას ნიშნავდა შენი რეაქცია? ყვახია დიდი. შემწვარი გოგრა. და წამოვიდი შენს ფეიქ რეაქციას ალბათ, მაგრამ მომეცი. ჩავიხედავ, არა? რამდენია, უჟო? ბევრი. 6 ეკლერია. რაღაცა ნორმალური ბაჭამი დღეს. სადარ პიცები და ხაჭაპურები. 1 ეკლერი უნდა შევჭამო 30 წამში. შეჭმადი არის. შენ ძმობას პიცა. ჩელენჯი რომ მოვისმინო და თუ არ მომეწონა ჩელენჯი, მე რო შევჭამო შეიძლება? არა. მაგრამ შემილეგით რომ საინტერესო ჩელენჯია ძალიან. მე ვიცი რაც არის ჩელენჯი, ამ შემთხვევაში ძირითად შემთხვევაში არ ვიცით ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცი რაც არის ჩელენჯი და საინტერესოა, ჩემი აზრით. კი ბატონო, რა, მე შენ ადგილას რო ვიყო ჩელენჯს ავიღებდი. კარგი, რადგან შენ აკაურობის მასპინძელი ხარ ახლა? არა, მაგას რომ შეხედავ. დაგიჯერებ რა, ჩელენჯს თავი. მე მგონია რომ ამას შეჭამ პროსტა შეიძლება ცუდად გახდე. ხო, ბევრი არის 6 ეკლერი რა ამბავია. ერთ ლუგმას გავსინჯო. დავაი, ერთი ლუგ. შევჭამო. დავაი. არგაც გაუთვალე. 3, 2, 1. ხიტომ კი არა, გესიამოვნება გიქცევს. უკვე ცუდად გამოიყურები. ეს მალე იმედი მაქვს რომ არა. მე ეს შეჭამე, ეს მაინტერესებს. თუ მაინდა მე ზუსტად დატოვა ეს, დატოვე შუა რა, აი ეს. მან მაგას მე გავსინჯო. იტა არის პირველი ადამიანი, რომელიც ჩვენი არხიდან წავა და მანქანას იმიტომ კი არ დატოვეს, რომ ნასვამია, იმიტომ და თორეს კალორიები დაწვეს. იდრიფტავებს. ვინმეს თუ გაეჯო. იცი რომ ძალიან ბევრი კალორია სწავ მაგ დროს ისე ადრენალინის გამოყოფა ძალიან დიდ კალორიებს მოითხოვს რა. დრიფტი იქნება ეს მანქანა და ძალიან ბევრი რაღაც არის აქტივობა რომელიც შეიძლება. მაგრამ მოტოციკლით უფრო მეტი ვიცი და. ხო თავის დაქმნით ხო ბაიკები გიცდია? ჯერ შეჭამე რა მე თუ ინჟობა ტოპის ბევრ ტყუილს ვაჭამ პროსტა ეხა დროის მომენტში რაღაც ეგ არასწორებს ხო? ამოსრუტა ყველაფერი და მიადგა ჩემ ეკლერს რომელიც მინდოდა რომ გამესინჯა მაგრამ სადღა არის? თუ გინდა დაგიტოვე და ჩამიწვავებ. ბოლო 10 წამი რეზერვში თუ არ დაიტოვე, პირველ ჩაკმეჩას გამოგაკლებ და შეიძლება შეჭამა მეთქი. და ლუცრო არ აყოლებ ჩემთვის ეს ცოტა ის არის, მინუსი არის. ჩახრიალა ჰიდამ 6 წელი ეკლერი. რომელიც ძალიან მესიამოვნებდა მე. ბრავო! ჩემი ეკლერები შეჭამა. რაღაც არ მომიწია. შაქარი. დაცხე ერთია ჩვენ ძვირფას. რატო იკლავ თავს, ა? რა მინდოდა?
აი, ძალიან ცუდია, მაგას მივხვდი. ანუ შენ შეჭამ რა. მე გამიჭირდება მართლა, მაგრამ შენ შეჭამ. ეხლა მე ვიცი რომ დაგითმო ამის მერე, რა შენქენი ეხლა ბოლოს 6 ეკლერი შეჭამე. არა, მან შეიძლება წაგართვა. წამართვი მაშინ. არა, მუთის რომ ძალიან არაფერი არ გზნობოდა შენ და წაგართვა, ხო? აი, მორგეწენი. არა, საერთოდ. არა საერთოდ, აი დაგიტოვე. არა, ცოტა მეცქით. აი, ეხლა ბარი, რამდენი ის რაღაც უნდა ფიქრი. ამე შეიძლება დღეს ბარა მომივიდეს ისეთ რომ შევჭამო ბოლომდე 4 რატოა? იმიტომ რომ ერთი დამჭა. ეს რა არის ხაჭაპური ოღონდ რომელსაც ეხენ მინის, მინი ხაჭაპურიო. მინი არა, ეს თუ შეიძლება რომ ცოტა დიდი და აი. აურო. შანსი არა აქვს. ისე გამოდენა პირი. მე გონდი შლუდები ჩეთ. ა თითო უკმაზე ცოტა უნდა მოძრუბო და ის როგორ ჩამ? პატარა უკმებით იმას ხეთი შეჭამ. მომწონდა და მომწონდა. ალინა. არა. პატარა უკმებით. თანამდი გონდი შაღალდი აღარა. თუ შეჭამ სამყაროს. გუნდიშ მე მინდა ხიტალი რო ხდება რომ ვეჭამს მაინც ბოლომდე ჭამს სულ. ეს მოდიორი ზუსტად მაგიტას აიბრიდა სადაც პატარა. აუ თანები არის ის კონდიშონ. ძალიან მებრძოლი სულია. ეხლა ორი ცალი. shit. What the fuck? რა ხდება? ვაიმე. მედიგუნდი ვაიმე რა საკეთე? გუნდიშ მიდი მიდი შეჭება ეხლა პურო დაასვეთ ხაჭაპური. გუნდიშა. გიჟი ხარ გუნდიში. მიდი ცოტა ერთი ლუკმაც და ურნა აუ ეგრე დაგეკ ჩაიტანე პირში და ეგა მიდი თებში არ გაკო ჩაითვლება მიდი გაგიტვალე მაგალითად ზამუნდა უნდა ოიმე საშინელება გააკეთა ვა ჩემი მე მინუსებიდან ამოვედი ეს ხო ოქტომბრის ბნელი მხარე მე შემთხვევით დავინახე საშინელება იგივე არ გააკეთოთ ჩქარა ჭამისთვის დღევანდელი გადაცემა 350 ლარი დაასრულე მე მომიგე მხოლოდ 100 ლარი დავასრულე მაგრამ შემიძლია შემოგთავაზო სუპერ თამაში მართლა არ ვიცი რა იქნება ჩელენჯი რო აგერჩია სადმე შემეძლო მეთქვა რა იყო ჩელენჯი იყო მხოლოდ 3 კითხვა რომელსაც ავარაუდო პასუხები ქონდა კაი სუპერ თამაში რა არის არ ვიცი თანხის გავარმოგებო ჩორტი უზნეეთ რა მოგიწევს და თუ ვერ შევასრულე წავაგებ ყველაფერი თუ ვერ შეასრულე 50 ლარს წაგირიცხავთ ეს ლოგიკურად რო ვიფიქროთ ისეთი ჩვეულებრივი ულუფები იყო იმ ხელა რაღაცეები რომ გონია რომ ეხლა კიდე სუპერ თამაში იქნება კიდე უფრო დიდი რამე თქვენ ბატონ დავითის ჩელენჯი ნახე აქვთ კი რვახინკალი იყო კი ძალიან მარტივი იყო ჩემი აზრით არა რვახინკალი არ არის მარტივი მოდი მე არ ვიტყვი სუპერ თამაშზე მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვისმენდი რა იყო ყველახრეულს უნდა გამოეცნო პროდუქტები ჭამაზე არ იყო გასავალ ხო გითხარ სუპერიზებია სუპერიზებით ახსავსია თქვენი გადასახადი შეიძლება ტიტულ მოერგინოვეთ გიტა მოიგო 350 მადლობა მეგობრებო მე რა თქმა უნდა ჩემი თანხიდან ჩაურიცხავ 100 ლარს დამატეთ 450-ად რო გადავაკეთოთ აქვე თუ არ შესაძლებელი თუ არ არის და მე ჩაირიცხვის მომენტში შიტა მიხვდება რომ მეტი ჩაირიცხა გამოიცნობდი ამებიდან მე მგონი გამოვიცნობდი ხელით ესე მადლობა გუნდის რომ ესე მიმასპინძლე ამ გადაცემაში ორი კოშმარი მექნება დღეიდან გასახსენებელი ყველი ერთი იყო ის უზამაზარი ბლუჩიზი და მეორე შენი ხაჭაპურის ჭამა დააფერი დამავიწყებ მთელი ცხოვრება ამ ორ რაღაცას თუ არ ჩავთვლით ისე ძალიან ვისიამოვნე მეგობრებო მადლობა დაპატიჟებისთვის და გამოიწერეთ არხი ერიხით უყურმეს მადლობა რომ კიდევ ესე საინტერესო რაღაცები აჭამოს სხვა სტონებს მასპინძელმა მადლობა საჩუქისთვის ულვისა და ხავარია მაგარია 300 წელი ყოფილა ჰოლანდიური ოჯახის მადლობა ჰიტას გამოიწერეთ ჰიტას არხი და
მადლობა ჩვენს სპონსორს ლუდისა, ბავარი არიან ჩვენთან და შემდეგ გადაცემამდე.